ჩვენი სტუმარი დღეს იქნება ქალბატონი ნანა ტატიშვილი, რომელსაც მეგობრები ბევრი წარდგენა არ ჭირდება. არ ჭირდება ნამდვილად. და პირდაპირ კითხვით დავიწყოთ, რა არის ტიკები? ტიკები არის უნებლიე მოძრაობები, ძირითადად მოიცავს უმეტესად თავის და მხრების მიდამოს და ისინი ხშირია განსაკუთრებით გადაღლისას, ემოციური დაძაბვისას და რაც თორე იცვლის ადგილმდებარეობას. შეიძლება დაიწყოს თვალების ხამხამით, შემდეგ ამას მოყვეს პირის კუთხის ან ცხვირის უნებლიე მოძრაობა, გადავიდეს ხელებზე, ზოგჯერ ის მოიცავს მთელ სხეულს და იშვიათ საბედნიეროდ იშვიათ შემთხვევაში არის ისეთი შემაწუხებელი, რომ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს, ასეთ ადამიანებს ხშირად მოზარდებს უმეტესად არ შეუძლიათ დაჯდომა, სწავლა, მეცადინეობა, უბრალოდ ჯდომა არ შეუძლიათ იმის გამო, რომ ეს უნებლიე მოძრაობები არის ბევრი და ძალიან შემაწუხებელი. მარტივად რომ გავაკეთოთ კლასიფიკაცია, რამდენი ტიპი შეიძლება ეს ტიკები არსებობდეს? ძირითადად ალბათ უნდა დავყოთ ორ დიდ ჯგუფად, ეს არის ერთი მოძრაობითი, ანუ მოტორული ტიკი და მეორე არის ხმოვანი, ანუ ვოკალური, ანუ ფონური ტიკები, რომელიც სხვადასხვა სახის ამოძახილის, დაყივლების, დახველების და ასე შემდეგ სახით ვლინდება. არსებობს რამე საფუძველი, რის გამოც შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ტიკი. იქნება მოზარდი თუ იქნება შემთხვევაში ერთი დავამთავრებ, რაც დავიწყე, ხშირად ეს ვოკალური ტიკები ძალიან გავს ხველას. და არსებობს ასეთი ხველის ჩვევა, რომელიც ტიკის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს და სამწუხაროდ ძალიან გვიან ხდება ხოლმე ამის ამოცნობა როგორც ტიკის სახეობის. ანუ ჩახველებას გულისხმობ? დიახ, ეს ბავშვები უმეტესად დადიან ექიმიდან ექიმთან, იკეთებენ ძალიან ძვირ და რთულად ჩასატარებელ სხვადასხვა კვლევებს და შეიძლება წელი მეტი გავიდეს, სანამ დადგინდება, რომ ეს არ იყოს სრულებით სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული და ძალიან ადვილია ამის ამოცნობა ექიმებისთვისაც, თუ მათ აქვს შესაბამისი ცოდნა და მშობლებისთვისაც, თუ კი ღამე ძილში ქრება ხველა, ეს მეტი ვარაუდით შეიძლება იყოს ხველის ჩვევა. როდესაც ჩვეულებრივი ხველა სხვადასხვა სასუნთქი სისტემის პათოლოგიით პირიქით ძლიერდება და უფრო ხშირად შემაწუხებელი არის ღამით. დიახ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას მიზეზის შესახებ, უმეტეს შემთხვევაში, აი თუ 100 ბავშვი გვყავს ჩვენ ბავშვი და მოზარდი ტიკით, საბედნიეროდ 95 შემთხვევაში ეს არის სერიოზული მიზეზის გარეშე განვითარების გარკვეული ეტაპი, ეგრეთ წოდებული ნეიროგანვითარებითი აშლილობა, რომელთა უმეტესი ნაწილი თავისით გადის ძირითადად სკოლის ასაკისთვის ან ადრეული პუბერტატის, ანუ ადრეული მომწიფების ასაკისთვის. დაახლოებით 5 შემთხვევაში გვაქვს სერიოზული ნევროლოგიური დაავადება, მძიმე, რომელიც თავის ტვინის დაზიანებით არის გამოწვეული და აი ამ 95-დან 20-30 შემთხვევაში გვაქვს ეგრეთ წოდებული ტურეტის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს 18 წლამდე მანიფესტირებულ ტიკების კომბინაციას. მისი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია, რომ ერთდროულად ჰქონდეს როგორც მოტორული, ასევე ხმოვანი ტიკის ერთობლიობა. ან შეიძლება ერთ პერიოდში ყოფილიყო მოტორული ტიკი, შემდეგ გაჩნდეს ფონური ან პირიქით მოხდეს. და იგი მხოლოდ ტიკებს არ შეიცავს, მას ძალიან ხშირად ახასიათებს სხვა პრობლემებიც, კერძოდ ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა, ანუ ზოგადად ზედმეტი აქტივობა, აი ძალიან ცელქი აქტიური ბავშვები, რომელთაც სწავლაც უჭირთ იმის გამო, რომ კონცენტრაციის უნარი აქვს დაქვეითებული და ვთქვათ, გაკვეთილზე 45 წუთი არ შეუძლიათ, რომ გაჩერდნენ, ანუ წამოხდნენ, გაიარონ, გამოიარონ, ან 5 წუთი უგდებენ ყურს მასწავლებელს და შემდეგ ეფანტებათ ყურადღება. 50% შემთხვევაში ტურეტის არსებობისას გვაქვს ეს ყურადღების დეფიციტი. ეს ტურეტის სინდრომი არის რაღაცა გართულება, იმ მარტივი წიკის თუ ცალკე არსებობს როგორც გართულება, ეს არის ცალკე ნოზოლოგია, რომელიც კეთილსაიმედო გამოსავლის მქონია, რადგან 75%-ში ჩარევის გარეშეც მომწიფების დასრული ასაკისთვის გადის, თუმცა 25%-ს რჩება და ძალიან გაკონტროლება შეიძლება, ვთქვათ, იმის რამდენად შემაწუხებელი იქნება, ვთქვათ, ეს ტიკები რაცვა. ან რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს, როგორც აღნიშნავთ, რაღაც პროცენტულ მაჩვენებელში თავისით შეიძლება გავიდოს. თუ რთულდება, რის გამო რთულდება? აი ტიკების შეფასება ხდება კლინიკური გამოვლინებით, რამდენად აწუხებს პაციენტს. დიაგნოზამდე მივედით. მაშინ თქვათ, როგორ ხდება დიაგნოზის დასმა? დიაგნოზის დასმა ხდება შეფასებით იმ კლინიკური ნიშნების, რომელიც ბავშვს აქვს, იმ სიმძიმით, რაც მას აქვს, პირდაპირ არის ნათქვამი 13
მეცნიერო სამედიცინო ლიტერატურაში, რომ ტიკს უმკურნალეთ მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტს აწუხებს და არა როცა მშობელს. ეს არის საინტერესო მესიჯი. მშობელს აწუხებს ყველაფერი, ოდნავ პირის გვერდზე გაწევა ან თვალის ორჯერ ზედმეტად დახამხამება, მაშინ როდესაც პაციენტს აწუხებს, როცა მართლა ეს არის შემაწუხებელი, ანუ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს უშლის ეს ტიკი. აქ არა, მაშინ პატარა ბავშვი შეიძლება განიცდის და მოზარდი. მაშინ არ უნდა მივიყვანოთ ექიმთან თუ ჯობია რომ მაინც ექიმთან უყურების რომ არ მივიყვანოთ ექიმთან, თუ კი ეს შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სახეობის მოტორული ტიკით, ამას ქვია განსაკუთრებით თუ დაწყებიდან 6 თვე არ არის აი მაგალითად, ჩემ შვილს ჰქონდა ესეთი უნებლიე მოძრაობას აკეთებდა ხოლმე ტუჩის კუთხეებში და ჩემი დაკვირვებით, რო აღმოვაჩინე რომ ამას აკეთებს, რა თქმა უნდა შევწუხდი. მე დავიწყე მითითება და შენიშვნის მიცემა რომ ამას ნუ აკეთებ. ამან ნუ არის შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ უკვე ორჯერ მეტად აკეთებდა. მე საერთოდ დავანებდი და რაღაცა პერიოდში 2-3 თვის ინტერვალით თავისით გაიარა. თქვენ სწორედ მისულ ხართ სწორ დასწრამდე, იმიტომ რომ თავარი არის რომ ჩვენ ამ ტიკებისგან ბავშვს არ შეუქმნათ ფსიქოლოგიური დისკომფორტი და არ მიუთითოთ, რაც უფრო მეც მიუთითებთ, მით უფრო მეტად დაფიქსირდება ამაზე და ეს უკვე გამოყავით ერთი ფაქტორი, რომელსაც შეიძლება ტიკების გართულება გამოიწვიოს, როგორც არის სტრესი, ფსიქოლოგიური სტრესი ამ შემთხვევაში. მაგრამ მაინც დაუბრუნდეთ ისევ ტიკებს და ისევ ექიმთან მიმართვიანობას. ანუ როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, 100-დან მხოლოდ 5 შემთხვევაში შეიძლება იყოს ტიკები გამოვლინება სხვა უფრო სერიოზული მდგომარეობის. ამიტომ მე მაინც ვთვლი, რომ 5% საკმაოდ დიდი რაოდენობაა და ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმებს ამ შემთხვევაში პაციენტებმა. თქვენ აღნიშნეთ ასევე ძალიან ბევრი გამოკვლევა, რომელსაც ზოგადად პაციენტები იტარებენ ხოლმე და საქართველოში ეს განსაკუთრებით გავრცელებულია ხოლმე, იმიტომ რომ პაციენტები თვით მიმართვის თვით დიაგნოსტიკას ეწევიან ხოლმე, ამიტომ ჯობია მივხვიდეთ ექიმთან, ეს უფრო ნაკლებ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და ნაკლებ გართულებებთანაც თავისთავად, იმიტომ რომ მივიღოთ ელემენტარულად სწორი რჩევები, როგორ მართოთ ტიკები ამ შემთხვევაში. მინდა დავამატო, რომ სამწუხაროდ ტიკის განვითარებისთანავე პაციენტს აგზავნიან რევმატოლოგთან და თუ რევმატოლოგი არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის, ამას აწერს სისტემურ დაავადებას რევმატის და არც თუ ისე იშვიათია საქართველოში ეს მოვლენა, აქ მინდა ვთქვა, რომ დღეისათვის ტიკი როგორც რევმატიზმის გართულება გამონაკლისია, პრაქტიკულად ისე გადის წლები, რომ არც ერთი ასეთი პაციენტი არ გვხვდება. ამიტომ ალბათ პირველად უნდა მიმართოს, ვთქვათ, ნევროლოგს, უნდა მიმართოს ფსიქიატრს და შემდეგ უკვე თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს არის რაღაცა ორგანული სისტემური დაავადების ერთ-ერთი ნიშანი, მერე უნდა მოხდეს, ვთქვათ, გადამისამართება ამ პაციენტის რევმატოლოგთან, რომ არის სამწუხაროდ პაციენტები გვყავს, რომლებიც 2-3 წლის განმავლობაში ბიცილინო ძალიან რთული ანტიბიოტიკოთერაპიის ქვეშ იყვნენ, მაშინ როდესაც მათ ჰქონდათ მხოლოდ ესეთი მარტივი მოტორული ტიკი, რომელსაც არანაირი მკურნალობა და ჩარევა არ ესაჭიროებოდა. რა მკურნალობაზე დავიწყეთ, მოდი ვისაუბროთ მკურნალობის ფორმებზე, ხომ? რა ტიპის მკურნალობა ჭირდება იმ ადამიანებს, ვისთვისაც ტიკი უკვე შემაწუხებელი როგორც მაყურებლებისთვის უფრო საინტერესო იქნება ამ შემთხვევაში არის თუ არა ტიკები განკურნებადი. თუ ჩვენ ვილაპარაკებთ განკურნებადობაზე, რომელიც გულისხმობს, რომ არსებობს რაიმე მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ მივცემთ ადამიანს ტიკი არასდროს არ ექნება, სამწუხაროდ ასეთი არ არსებობს. უმეტეს შემთხვევაში ტიკს თვითონაც ახასიათებს პერიოდულობა, თუ ვინმე შვილებს ქონიათ, ალბათ იცით, რომ პერიოდებია, როცა ეს წავდება, მერე შეიძლება სულ დაგავიწყდეთ, რომ ეს არსებობდა და რაღაცა ვითარებაში ამან ისე ვიჩინოს თავი. მაგრამ ტიკის დათრგუნვა გარკვეული დროით მისი სრულად ალაგება ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე უკეთეს საშუალებად ითვლება ფსიქოთერაპია, ეგრეთ წოდებული კოგნიტიური თერაპია, სხვადასხვა თერაპიები, რომელსაც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ფლობენ, რომელიც ეხმარება ადამიანს თვითკონტროლის, ეგრეთ წოდებული ფიდბექის დახმარებით, ისინი ახერხებენ ამ ტიკების დათრგუნვას, ყურადღების გადატანას, მათ მნიშვნელოვან შემცირებას. წამლები გამოიყენება ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შედარებით ალბათ 1/13-ში, ან უფრო ნაკლებ შემთხვევაში და არის ძალიან სერიოზული რთული წამლები, ძირითადად ეს არის ახალი თაობის ანტიფსიქოტური საშუალებები, რომელთაც საკმაოდ სერიოზული მეთვალყურეობა ჭირდება. ეს ალბათ უფრო ზრდასრულებში გამოიყენება, თუ ბავშვებში გამოიყენება, ოღონდ კიდევ დაუბრუნდები იმ საკითხს, თუ ტიკი არის ისეთი ინტენსივობის, რომელიც ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს. ძალიან შემაწუხებელი
ხელს თავად ხელს უშლის მას მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ანუ თუ ცხოვრების ხარისხი არ იცვლება ამ ტიკისგან, მაშინ ამ ტიკში ჩვენ არ ვერევით. უბრალოდ მარტივი რაღაც არის, როდესაც ადამიანი აკეთებს მოძრაობებს მისგან დამოუკიდებლად, ასევე განსაკუთრებით ეს ეხება ხოლმე ხმოვან ტიკებს, ფონურ ტიკებს, რომელიც ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის კლასში, სოციუმში და ეს ბავშვებიც განსაკუთრებით არიან ხოლმე უფრო მოწყვლადები არიან, უფრო მეტი სტრესის ქვეშ იმყოფებიან, თუნდაც თანატოლებისგან შეიძლება იქ ბულინგის თემაც იყოს და სხვადასხვა თემები. და ჩვენ როცა ვკითხულობდით აქ მონაცემებს, ვკითხულობთ არის ესეთი მონაცემები, რომ ეს ბიჭებში უფრო ხშირად ხდება ვიდრე გოგოებში. ეს რეალობაა თუ მითია? რეალობა არის, არ არის მითი. სამწუხაროდ მამაკაცებისთვის სამწუხაროდ ბევრი პათოლოგიები არის, სადაც ჭარბობს მამაკაცები, ესეთია ტურეტის სინდრომი, ნამდვილად რამოდენიმეჯერ აღემატება მამაკაცების ავადობა, გოგონების ავადობას, ესეთი აუტიზმი იცით რომ ასევე მრავალჯერ აღემატება ბიჭების სიხშირე, დიახ, გოგონების სიხშირის, მაგრამ ერთია მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ბიჭებთან მიმართებაში. აი, როდესაც ამ ქცევის გამო, რომელიც მოუწესრიგებელია უფრო იმ ბავშვებში, ვისაც ტურეტი აქვს, თანხლებული ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა, კლასშია ეს დამოკიდებულება თანატოლებისგან ხშირად მასწავლებლებს არ ესმით და ფიქრობენ, რომ ეს რაღაცა მოძრაობებია, რომლითაც მასწავლებელს აღიზიანებს. შეიძლება შენიშნას სრულიად უსაფრთხოა. ხშირად თუ ეს დროზე არ იქნება დიაგნოსტირებული, შესაბამისი ინფორმაცია არ ექნება მშობელს და რაც თავარია მასწავლებელს, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ძალიან სერიოზული პრობლემის წამოსვლა წინა პლანზე, რაც გულისხმობს ბავშვის აცრუებას სწავლაზე, სკოლაში მისვლაზე, ქუჩაში გასვლაზე და შემდეგ ეს კრიმინალურ ქმედებების სიხშირეს ესასაკობრივი ჯგუფი ისედაც მოწყვლადია ამ თვალსაზრისით, მოზარდები და თუ ამას დაემატება ვთქვათ ის რომ მასწავლებელი ვერ უგებს, მასწავლებელს გონია რომ ის რაღაცას შეგნებულად აშავებს და მოსწავლეებისგან, თანატოლებისგანაც არასწორი დამოკიდებულება, შეიძლება ეს ბავშვი აღმოჩნდეს ისეთ სოციალურ გარემოში, რომელიც შემდეგ ძალიან საფრთხეს ანუ მარტივი ტიკი შეიძლება ძალიან აქ უნდა გართულდეს. დავამატოთ ალბათ მასწავლებლებისთვის და მშობლების, რომ ტიკები არ არის ნებელობითი მოძრაობები, ეს უნებლიე მოძრაობებია და ეს ბავშვისგან დამოუკიდებელია. რომ დავუბრუნდეთ ისე მკურნალობას, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში ეს კერძო, ვისაც აქვს თავისი პრაქტიკა იმ ექიმების გამოცდილება, საკუთარი გამოცდილებით ჩემი ვლაპარაკობ, რომ პაციენტებს ძალიან ხშირად არ ესმით ხოლმე განმარტება თუ როგორ უნდა მოიქცენ ამ შემთხვევაში და ურჩევნიათ ძალიან ბევრი წამლების დანიშვნა ხოლმე. ანუ ესეც არის ის მდგომარეობა, როდესაც წამლებით შეიძლება უფრო მეტად დავაზიანოთ ბავშვი და გარკვეული გართულებებიც კი გამოიწვიოს ამ მკურნალობამ. ასევე არის ხოლმე ძალიან ხშირი ესეთი კითხვები პაციენტებისგან, როდესაც განსაკუთრებით მსუბუქ მოძრაობის დარღვევებს ეხება ხოლმე, ამ შემთხვევაში არის თუ არა რაღაც ქირურგიული სტრატეგიები, ან სხვა რაღაც ჩარევები. იმისთვის რომ მოხდეს შეჩერება. შემთხვევაში არის თავის ტვინის ღრმა სტრუქტურების სტიმულირება, ეს ეგრეთ წოდებული სტერეოტაქსიული ქირურგია, რომელიც გამოიყენება მოძრაობითი დარღვევების კორეგირებისთვის. თუმცა ეს არის გამონაკლისი შემთხვევები და ძალიან იშვიათად ძალიან საინტერესო მეთოდია, თუ გამოიყენება ეს მეთოდი, მე ზუსტად არ ვიცი, ნეიროფიდბექი, ეგრეთ წოდებული ნეიროფიდბექი, რაც გულისხმობს რას, რომ ბავშვებს ასწავლიან თავისი ტიკების მართვას. ამ შემთხვევაში თუ არის ეფექტური? ძალიან ეფექტურია, სწორად ჩატარებული როგორც კოგნიტიური თერაპიული მეთოდები, ასევე ფიდბექის მეთოდები, თუ პროფესიონალი ატარებს ამას, არის ძალიან ეფექტური. საქართველოში თუ არის ეს შესაძლებლობები? არის რაღაც შესაძლებლობები, მე არ შემიძლია ვთქვა ზუსტად რამდენად ეს სრულყოფილი ტექნოლოგიაა, თუმცა ვიცი რომ არის. ფსიქოლოგიური მართვაც არის და ხშირად ძალიან ეფექტურია, ამიტომ მე ურჩევდი მშობლებს, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, წამლები ყველა შემთხვევაში არის გვერდითი მოქმედების ფართო სპექტრის მქონე, რაც არ უნდა მარტივი იყოს წამალი და თუ პირდაპირ დანიშნულება არ არის განსაკუთრებით ეს ეხება უმწიფარ თავის ტვინს, ანუ ბავშვთა ასაკს, ყოველთვის ჯობია რომ ვცადოთ პროფესიული სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც აპრობირებული ამა თუ იმ კერძოდ ჩვენ შემთხვევაში ტიკების მართვასთან, ფსიქოლოგიური მეთოდები, ბიოფიდბექის მეთოდი და თუ
ეს მეთოდები არ არის შემდეგ ეფექტური, უკვე მივმართოთ შემდეგ სწავლებს. უკვე გადავიდეთ მედიკამენტურ თერაპიაზე. ნუ ალბათ ამ მკურნალობის ეს პროცესი ბევრად უფრო რთული და ხანგრძლივია და შეიძლება შედეგი ისე მარტივად და მოკლევად და შეარდგება და შეიძლება ალბათ ურჩევნიათ, ამიტომ საერთოდ თუ კი ექიმი ძალიან დიდ დროს არ დაუთმობს მშობლის ინფორმირებას, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად უყვართ დასაწყისში რომ დაუნიშნო გრძელი სია მედიკამენტების, მაგრამ თუ ძალისხმევას არ დაიშურებს ექიმი და აუხსნის კარგად განუმარტავს. გარდა ამისა აუცილებელია და ძალიან ეფექტურია, როცა ჩვენ გადავწყვდებით გენეტიკას. ძალიან ხშირად ტიკების შემთხვევაში, მათ ვისაც აქვთ ქრონიკული ტიკები, მათ ყავთ ვიღაცა ოჯახში, ესეც ვისაც საინტერესო ხონდა. დეტალია. როდესაც ჩვენ ვეტყვით მათ, რომ აი თუ ქონდა ვიღაცას ბავშვობაში და შემდეგ ეს შეწყდა, რომ ამ ბავშვსაც აქვს შანსი იმისა, რომ ამან თავისით გაიაროს, ეს ბევრად უფრო არწმუნებს მშობელს ჩვენი სიტყვების მართებულობაში, დიახ, ვიდრე ვთქვათ ისე საუბარი. მეორე რაც არის, კარგად უნდა აუხსნათ, ვთქვათ, ჩვენ ასოციაციამ გააკეთა ბუკლეტები ტურეტის შესახებ, რომელსაც ვაძლევთ მშობელს, რომ სახლში რო წავა, კიდევ ერთხელ წაიკითხოს, გაანალიზოს, ნახოს რა არის დადებითი მედიკამენტების მიღების და რა არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტურია ხოლმე ჩვენი საუბარი. საერთოდ მე უკვე ჩემი ხანგრძლივი საკმაოდ 35 წელზე მეტი სამედიცინო მოღვაწეობის დროს შემიძლია ვთქვა, რომ თუ კი 10 წლის წინ მე პაციენტის გასინჯვას უთმობდი დროის 2/3 და საუბარს 1/3, დღეს ალბათ 3/4 დროის უთმობ მშობლის ინფორმირებას და ეს ბევრად უფრო სწორი და კარგია, ასე ითვლება დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენც შესაბამისად ვეცადეთ, რომ გადავსულიყავით ამ როცა ვთქვათ, ძალიან კარგი არჩევები მივეცით ჩვენს მაყურებლებს. პირველი ის, რომ ნუ შეგეშინდებათ ამ მოძრაობების. ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოსწრის ტაქტიკაც ავირჩიოთ და მე მივმართოთ ექიმს, ბავშვებს ნუ მიუთითებთ იმაზე, რომ არ გააკეთონ მისგან დამოკიდებულად მოძრაობები და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მივართეთ სპეციალისტს, კვალიფიციური პასუხი მოისმინოთ. ბავშვისთვის თვითონ არის შემაწუხებელი და დისკომფორტს ქმნის. ან არის ბევრი სხვადასხვა ტიკის სახე, ან არის ფონური და მოტორული ტიკები ერთდროულად. ამ შემთხვევაში ან ძალიან პროგრესირებს. ამ შემთხვევაში მივმართოთ. თუ არის ცოტა ხანი მე აღარ არის, მე კიდევ არის, შეგვიძლია არ ვიჩქაროთ ექიმთან. დიდი მადლობა ქალბატონ ნანას. შემდეგ ნაწილში თქვენ აღნიშნეთ, რომ ბიჭები ხშირ შემთხვევაში უფრო ხშირად არიან ამ ტიკების მატარებლები. მომავალ გადაცემის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ პრინციპში იმ პრობლემაზე, რომელიც გოგონებში და ქალბატონებში გაცილებით უფრო ხშირად ხდება საქართველოში, ხო? ჩიყუზე უნდა ვისაუბროთ შემდეგ ნაწილში, ასე რომ ძალიან აქტუალურია სამწუხაროდ საქართველოში ეს პრობლემა, შესაბამისად იმედია ყურადღებით მოგვისმენთ შემდეგ ნაწილშიც.